ძალიან მნიშვნელოვან სიახლეზე უნდა გადავიდეთ, რომელიც ეხება NVIDIA-ს და Corning შორის დადებულ გარიგებას. მარტივად რომ წარმოადგენოთ ადამიანებს, NVIDIA არის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია, რომელიც აწარმოებს ჩიპებს და რომელთა გარეშეც ფაქტობრივად თითქმის ვერც ერთი კომპანია თუ Broadcom-ის ჩიპებზე არზის ვერ მოახერხებს AI-ის განვითარებას, ხოლო მეორე მხრივ გვაქვს 180 წლიანი ისტორიის მქონე კომპანია, რომელიც აწარმოებს მინის მიმართულებით ძალიან ბევრ ინოვაციურ პროდუქტს. მათ შორის iPhone-ის ეკრანებიც კი Corning-ის მიერ იქნება. თუმცა აქ მინებზე არ არის საუბარი და არც არაფერში არ ჭირდება ალბათ მარტო ფასადი უნდა გაალამაზებინოს NVIDIA-მ სხვაში არაფერში შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ეპოქალურით შეიძლება ვთქვათ რომ არის ის რომ NVIDIA-სა და Corning-ის პარტნიორობით შეიქმნება ახალი სამი საწარმო, რომელიც სპეციალურად NVIDIA-სთვის შექმნის ოპტიკურ ბოჭკოვან კაბელებს. ანუ ამჟამად მაყურებელს რომ მაუხსნათ, NVIDIA თავის ჩიპებს და მთელ ამ სტრუქტურას, რომელზეც არის დაშენებული NVIDIA-ს ჩიპები, ავითარებს სპილენძის ხაზებზე, მარტივად რომ ვთქვათ, მილებზე, რომლებიც არ არის ზეთი ჩქარი, როგორც უნდა იყოს სპილენძის კაბელები, ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რაც თანამედროვე ეპოქაში შეიძლება დასჭირდეს NVIDIA-ს და ამ ფონზე შემოდის მოთამაშე Corning-ის სახით, რომელიც ქმნის იმ კაბელებს, რომლებსაც ფაქტობრივად მზის სინათლის სიჩქარით შეუძლია გაატაროს ინფორმაცია და ეს NVIDIA-სნაირი კომპანიისთვის არის წარმოუდგენლად კარგი ამბავი, იმიტომ რომ ის უფრო მეტად მოახერხებს თავის მსოფლიო ბაზარზე დომინაციას, თუ Broadcom-ი არ შემოვიდა და თვითონაც არ შესთავაზა Corning-ს თავისი წინადადება, თუმცა ამჟამად რა გადაწყვეტილებაც არის მიღებული, ცხადია დღეს დახვალ ამას ეფექტი არ იქნება, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში ეს იქნება ძალიან სწორი გათვლა იმ თვალსაზრისით, რომ NVIDIA უფრო მეტად მოთხოვნაც გახდის თავის პროდუქტებს და მსოფლიო ბაზარი კიდევ უფრო დაინტერესდება მისი ჩიპებით.